განაჩენი გამოიტანეს კიდევ ერთ რეზონანსულ საქმეზე გიგა 4-ზორიას მკვლელობაში ბრალდებულ რაშიდ კანჯიოღლის ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლო განხილვები ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობდა. მასზე ოფიციალურ თბილისზე დღემდე ძებნა აქვს გამოცხადებული. გამოძიების ინფორმაციით 19 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჭაში ეგრეთ წოდებულმა მესაზღვრემ კანჯიოღლიმ გიგა 4-ზორიას რამდენჯერმე ესროლა. საქმე განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლით იყო აღძრული. გამოძიების პროცესით უკმაყოფილოა 4-ზორიას ოჯახი, რომელიც მკვლელობის მოტივის დადგენას ამ დრომდე ითხოვს. დასრულებადია ეს განაჩენიც, არ მგონია. თავისუფლად არც დაგავებულია, არც არაფერი. ერთადერთი ჩემი სურვილი, მე თვე მიდის უკვე, ჩემი სურვილი იყო დადგენილიყო. რატომ მოხდა ეს მკვლელობა? გასამართლების საკითხი და გადმოცემის საკითხი სახელმწიფო უნდა უზრუნველყოს და მიაღწიოს მოლაპარაკებით, მაგრამ თვითონ რომ რუსეთის მიერ კონტროლირება და რუსეთის მიერ ეფექტურად კონტროლირება ტერიტორიიდან ადამიანმა ჩაიდინა მკვლელობა, უკვე დაირღვა კონვენციის მეორე მუხლით, შევასარჩილი გიგა 4-ზორიას ოჯახის მიერ სტრასბურგის სასამართლოში კონვენციის მეორე მუხლის დარღვევის გამო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის ოფიციალური დოკუმენტი, რითაც შესაძლებელი იქნებოდა პიროვნების იდენტიფიცირება, გულისხმობ ბრალდებულს. გავრცელებული ვიდეოეფირში ნაჩვენებია 4 პიროვნება, რომელთა სახელი და გვარები არ არის არსად ნახსენები. შესაბამისად, ეს აჩენს კითხვის ნიშნებს, რომ გამოძიებამ ვერ შეძლო სრულყოფილად წარემართა და დაედგინა თუ გამოიკვლია რა მოხდა სინამდვილეში.